გამარჯობა. დღეს ვასრულებთ ამ ეტაპზე ამ ჩეკისტებზე ლაპარაკს, იმიტომ რომ მგონია რომ მსმენელი ზომაზე მეტად ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც გადავღალით მათზე საუბრით, მაგრამ ალბათ ეს ის თემებია, რომელიც ამ ქვეყანაში უნდა იყოს ნათქვამი. მე მახსენდება ერთი კომენტარი, რომელიც Facebook-ზე იყო, რომ სახელი და გვარები თქვით ამ ჩეკისტებისო და ამას ვაგრძელებთ ისევ და ისევ და დღევანდელი საუბრის თემა შეეხება აშოტ ასლანოვს. იყო ესეთი ჩეკისტი, რომელიც განსაკუთრებულ განყოფილებაში მუშაობდა, რომელიც განსაკუთრებულად მძიმე საქმეებს იძიებდა. აშოტ ასლანოვის შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ის დააპატიმრეს უკვე გვიან, მას შემდეგ რაც ლავრენტი ბერია და მისი კლანი უკვე დაპატიმრებული იყო 1953 წლის შემდგომ და ამ დროს მთლიანად საბჭოთა შინსახკომი აღარ არსებობს, მაგრამ ამ ორგანოებს ძალიან დიდი პრობლემა შეექმნა, იმიტომ რომ როდესაც დაიწყეს ამ რეპრესიების გამოძიება და ერთი შეხედვით იმ ჩეკისტების დაპატიმრება, რომლებიც საბჭოთა მოქალაქეების არაადამიანურ მოპყრობას ახორციელებდნენ, ან ებყრობოდნენ არაადამიანურად საბჭოთა მოქალაქეებს, აღმოჩნდა, რომ სისტემა იმდენად არის ჩართული ამ ამბავში, რომ უბრალოდ ვერ იპოვიდი იმ სათანადო რესურსს, რომ მათ გარეშე სისტემას იარსება. ამიტომ ისევ და ისევ ეს გამოძიებები გახდა სელექციური. ვიღაცა უმრავლესობა დაუძრა ამ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და ვიღაცები ამ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში ისევ და ისევ მოხვდნენ. ერთ-ერთი ესეთი იყო აშოტ ასლანოვი. აშოტ ასლანოვი თბილისელი სომეხი იყო, ცხოვრობდა თბილისში და კარიერა შესაბამისად ამიერკავკასიაში და თბილისის შინსახკომში ჰქონდა გატარებული. 1929 მისი ბრალდებიდან რამდენიმე არის მნიშვნელოვანი. 1939 წელს სისხლის სამართლის გამოძიების დროს ბაქოში დააპატიმრეს კურსანტი გაგარინი, რომელიც სამხედრო სასწავლებელში სწავლობდა და აშოტ ასლანოვს ამ დოკუმენტების მიხედვით ეს კურსანტი გაგარინი შემოაკვდა გამოძიების პროცესში. შემოაკვდა გამოძიების პროცესში ნიშნავს რას? ისე მძიმედ ექცეოდა თავში ბლაგვის საგნის ჩარტყმის შედეგად გამოძიების პროცესის დროს ეს ადამიანი გარდაიცვალა. რა თქმა უნდა 39-დან 55 წლამდე არავის არ გახსენებია საწყალი კურსანტი გაგარინი, მხოლოდ 55 წელს პოლიტიკურად რო დადგა ამ საქმეების გამოძიების დრო, მაშინ გაახსენდაც გაგარინიც და სხვა საქმეებიც, რომელსაც აშოტ ასლანოვი იძიებდა. აშოტ ასლანოვი ერთ-ერთი მისი დაკითხვის ქვეშ მყოფი ადამიანი იხსენებს უკვე 55 წელს, რომ დაკითხვის დროს აშოტ ასლანოვი საკუთარ კარებს კეტავდა, რომ ვინმე არ შემოსულიყო და ამის შემდგომ იწყებდა ადამიანის სასტიკ მოპყრობას. ერთ-ერთი დაპატიმრებული იხსენებს, რომ მას შემდეგ რაც აშოტ ასლანოვმა ის სასტიკად ცემა აიძულა, რომ ხელში დაეჭირა წიგნები და ესე მდგარიყო დიდი ხნის განმავლობაში, როდესაც ადამიანს ეს წიგნები დაუვარდებოდა, უკვე ისევ სცემდა და ისევ აიძულებდა ეს სიმძიმეები დაეჭირა ხელში. ეს მცირე დეტალია, კიდევ მძიმე დეტალები ამ წამების, მაგრამ ამას აღარ ჩავყვები, აღარ აქვს მხოლოდ და მხოლოდ დაძაბავს ჩემს საუბარს. და გარდა ამისა, აშოტ ასლანოვი ერთ-ერთი იმ ჩეკისტაგანი იყო, რომლებიც სხვებთანაც შედიოდა ხოლმე, მაგალითად ის მეგობრობდა ჩეკისტ ზილესთან, ესეთთან და მასთან შედიოდა, რომ ზილეს დახმარებოდა ბრჭყალებში გამოძიების ეფექტურად წარმოებაში. აშოტ ასლანოვის შემთხვევაში კიდევ ერთი დეტალია საინტერესო, რომ 27 ეს შინსახკომი 37 წელს ერთმანეთთან ძალიან კარგად არის დაკავშირებული. ცნობილია, რომ რეპრესიების დაწყებამდე იყო შინსახკომში თათბირი, როდესაც შინსახკომმა გამომძიებლებს მისცა ზეპირსიტყვიერი განმარტება, რომ დაჩქარებულად ეწარმოებინათ გამოძიება. დაჩქარებულად წარმოებული გამოძიება რასაკვირველია გულისხმობს ფიზიკური ზემოქმედებას ძალიან დიდ გამოყენებას ამ მეთოდის და ამ შემთხვევაში ეს გამომძიებლები იყენებენ როგორ მეთოდს.
თავიდან ცდილობენ ადამიანთან დაამყარონ კეთილი ურთიერთობა, მეგობრული ურთიერთობა, როგორც თუ ამან არ იმუშავა, მერე გადადიან მუქარაზე და მუქარამაც თუ არ იმუშავა, მერე უკვე ცდილობენ უკვე დაუყვავონ და ეუბნებიან, რომ აი შენ აღიარე შენი დანაშაული და აღიარების შემთხვევაში ჩვენ უცებ გაგანთავისუფლებთ. ანუ დაპატიმრებულებმა უკვე ძალიან კარგად იციან, რომ ეს გამომძიებლები ვინ რას აკეთებს, ციხის კედლები როგორც წესი იმაზე სწრაფად იგებს ხანდახან ინფორმაციას, ვიდრე თავისუფლებაზე მყოფი ადამიანები. ანუ ასლანოვის შემთხვევაშიც ესე იყო, მაგალითად ერთ-ერთი დაპატიმრებული ამბობს, რომ მან ასლანოვმა ჯერ ის ემუქრებოდა, მერე დაუყვავა, ამანაც რო არ გაჭრა, მერე დაიწყო მისი ფიზიკური ზემოქმედება. თუმცა ფიზიკური ზემოქმედების შედეგად ამ ადამიანმა გონება დაკარგა და აქ ისევ ასლანოვი და მისი კოლეგები ამ ადამიანს როგორ ექცევიან, მიდიან ციუწყალს ასხამენ ვედროთი და ეს ადამიანები როგორც კი გონზე მოდის, ისევ აგრძელებენ მის დაკითხვას. ის რომ დაკითხვების დროს ადამიანების წინააღმდეგ ხდება არაადამიანური მოპყრობა, რომც არ ეწეროს ეს სისხლის სამართლის საქმეებში, დაკვირვებული თვალი ამას მარტივად მიხვდება. ხშირად დაკითხვა იწყება ღამე, დავუშვათ უხეშად ვთქვათ 11 საათზე და გვაქვს მეორე ოქმი, სადაც წერია, რომ დაკითხვა დასრულდა დილის 6 საათზე და რო შეხედავ 7 საათის ინტერვალს ან 5 საათის ინტერვალს, გამოდის, რომ ადამიანმა ილაპარაკა გვერდნახევარი 2 გვერდი. ანუ ეს რა თქმა უნდა ბლეფია, ეს ნიშნავს, რომ ამ 2 გვერდის გარდა იქ სხვა პროცესებიც მიდიოდა. ამიტომ რაც არ უნდა ეცადონ შესახვამის თანამშრომლები და ისინი რა თქმა უნდა ცდილობდნენ ეჩვენებინათ, რომ ისინი იდეალურად აწარმოებდნენ პროცესუალურ ნორმებს და იცავდნენ პროცესუალურ ნორმებს, ნუ რას უკაცრავად და თუნდაც ეს დეტალი მიუთითებს იმაზე, რომ პროცესუალური ნორმები მთლად ვერ არის კარგად დაცული. გარდა ამისა, მე ვსაუბრობდი და გამიწყდა სიტყვა, ეს არის Excel-ზე. ეს შესახვამის თანამშრომლები ერთმანეთთან კარგად არიან დაკავშირებული, მაგალითად აშოტ ასლანოვი საქართველოს შესახვამმა მივლინებით გააგზავნა ერევანსა და ბაქოში, რომ იქაურ ჩეკისტებისთვის გაეზიარებინა გამოცდილება, როგორ უნდა ეწარმოებინა ეფექტურად საგამოძიებო პროცესი. ანუ რეალურად გააგზავნა იმისთვის, რომ ცემატყება ესწავლებინა, ანუ დახმარებოდა მეზობელ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებს. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ეს 37-ზე ვსაუბრობთ და 36 წლამდე არსებობდა ამიერკავკასიის შინსახკომიც, რომელსაც დაპირისპირება ჰქონდა როგორც აზერბაიჯანულ, სომხურ, ისევე საქართველოს შინსახკომებთან ეს დაპირისპირება ჩვეულებრივი ამბავი იყო. აშოტ ასლანოვზე ბევრ რამეს ამბობენ, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდება იყო, რომ პროტესტი წვევდა ისიც, რომ ასლანოვი ხშირად მატერიალური პროფიტის, მატერიალური ქონების დაუფლების მიზნითაც ახდენდა ადამიანების რეპრესიას, მაგრამ ესეთი ჩანაწერები ხშირად ჩნდება 55 წელს, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესეთი რამე შინსახკომში იყო, მაგრამ კონკრეტულად ესა თუ ის ადამიანი ამას რამდენად აკეთებდა, რთული სათქმელია. აშოტ ასლანოვს რაც გააკეთა, ისიც ეყოფა რაღაცები რო არ მივამატოთ. ერთ-ერთი მეთოდი კიდევ ცემის ასლანოვის შემთხვევაში არის შემდგომი, რომ დაპატიმრებული ენუქიძე ამბობს, რომ ის ცემა ასლანოვმა და მე უთხრა, რომ ეხლა წაბრძანდიო, მაგრამ წასვლის წინ უთხრა, რომ ფეხსაცმელი ჩაეციოდა ამ ცემისგან ადამიანს ფეხები ჰქონდა დასიებული და ასლანოვმა აიძულა ძლივს ჩაეცვა ეს ფეხსაცმელი და ამის შემდგომ წასულიყო. ანუ რეპრესიები და წამებები მხოლოდ და მხოლოდ გამომძიებლის ოთახში არ მთავრდება, ეს განგრძობადი პროცესია. ოფიციალური ინფორმაციით ასლანოვმა 27-38 წლებში 42 საქმე პირადად აწარმოა და 33 საქმეს მონაწილე იყო. ესე იგი დაახლოებით ამ დათვლით 75 ადამიანი უშუალოდ მისი მონაწილეობით მოხდა რეპრესირებული და ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რა დღე გაიარეს ამ ადამიანებმა. მაგრამ 1955 წელს უკვე ის ქსელი, რომელზედაც მე წინა გადაცემაში ვისაუბრე ოდიშარია შემთხვევაში მორღვეულია, იმიტომ რომ აღარც ქობულოვია, აღარც ბერია, აღარც დავლიანიძეა, ესენი ყველანი გასამართლებულები არიან და რითი უნდა იმართლოს თავი 55 წელს უკვე ხრუშოვის
მმართველობის პერიოდში შინსახკომის თანამშრომელმა, რომელიც 30-იან წლებში აქტიურად მონაწილეობდა ძალადობაში. პირველი, რითაც ესენი თავს იმართლებენ, ის არის, რომ ისინი საბჭოთა სამშობლოს ემსახურებოდნენ მაქსიმალურად. არის თუ არა ამაში სიმართლე და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საბჭოთა სამშობლოს ისინი ნამდვილად ემსახურებოდნენ სრულიად, ემსახურებოდნენ საკუთარი სიცოცხლითაც და იმით, რითაც ბოლომდე შეეძლოთ. ის მათ უკან ნამდვილად არ დაუხევიათ არაფრის წინაშე. არის თუ არა მართალი ის, რომ ისინი იდეურად იყვნენ საბჭოთა ადამიანები, ცალსახად ისინი იყვნენ საბჭოთა ადამიანები. კიდევ ერთი შეკითხვა დავსვათ, არ ღვევდნენ თუ არა ისინი საბჭოთა კანონებს, პროცესუალურ ნორმებს გამოძიების დროს არ ღვევდნენ, მაგრამ დანარჩენ შემთხვევაში ისინი იცავდნენ იმას, რაც საბჭოთა კანონებში ეწერა და ამას პირნათლად ასრულებდნენ. აი ამ წერილებში, რომლებსაც ისინი გამუდმებით წერენ დაპატიმრების შემდგომ, ჩვენს წინაშე წარმოჩინდება ესეთი დაჩიავებული ადამიანი, რომელიც ცდილობს, რომ ყველა საშუალებით აარიდოს თავი პატიმრობას. ყველაფერს კადრულობს, მის ყოფილ მფარველებზე, მის ყოფილ მეგობრებზე, მის გარემოცვაზე წერს ყველაფერს, ცდილობს მისი ბრალეულობა დამალოს, გადააბრალოს სხვას, ოღონდ გამოძურეს ამ სიტუაციიდან, მაგრამ ვერაფერი ვერ შველით. ამიტომ სამშობლოსადმი სამსახური საბჭოთა აი ამ სისტემის მიხედვით არ ნიშნავს იმას, რომ შენ თუნდაც საბჭოთა ლოგიკით შენ ემსახურები რაღაცას და ეს არ არის გარანტია იმისა, რომ შენ მშვიდად იცხოვრებ და პატიოსნად იცხოვრებ. ამის უკან შეიძლება ერთ დღეს მთელი შენი რეპუტაცია და ის რისთვისაც იბრძოდი წყალში იქნას გადაყრილი. უბრალოდ დაგიჭერს ეს სისტემა და გაგანადგურებს ისევე როგორც დანარჩენები გაანადგურეს. 55 წლის ამ გამომძიებლებს, რომლებიც არ იყვნენ ბევრი დაპატიმრებული მთლიანობაში 11 კაცია, თუ ბერიას აი ამ ღია სასამართლო პროცესებს არ ჩავთვლით, ესენი დახურულ სასამართლო პროცესებში გადიან. ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღეთ ესეთი სურათი, რომ ერთ დროს ძლევამოსილი ჩეკისტები იქცევიან აბსოლუტურად განადგურებულ ადამიანებად, რომლებისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ თავი დაიძვრინონ ამ არსებული მდგომარეობისგან, როგორღაც გამოძვრნენ ამ მდგომარეობიდან, ამას ვერ ახერხებენ და მერე ისე ხდება, რომ ეს ადამიანები იკარგებიან ისტორიის ფურცლებიდან, მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის მერე ვიღაც ისტორიკოსები ან დაინტერესებული მკვლევარები ახდენენ მათ მოძიებას და ცდილობენ, რომ ესე საჯარო დისკუსიით დააბრუნონ ისინი მეხსიერებაში. ისევ და ისევ ამ ძალადობის სისტემაზე რო ვილაპარაკოთ, ამ ძალადობის სისტემაში ეს ადამიანები ერთი შემთხვევით აასრულებენ ესეთი ჭანჭიკის ფუნქციას და ამ ჭანჭიკთან ერთად თითქოს ისინი მნიშვნელოვანი აქტორები არ არიან, მაგრამ ესესი ვერ გამოდის, იმიტომ რომ ამ ადამიანების ვითომ უმნიშვნელო როლს ჩვენ შემთხვევაში ახლა აქ თამამად შეგვიძლია ვთქვა აშოტ ასლანოვის აი ამ ქმედებას როგორც მინიმუმ 75 ადამიანის და მათ უკან მდგომი ოჯახის გაუბედურება მოყვა. ამიტომ ისტორია რთული საკითხია, განსაკუთრებით როცა რეპრესიებს ეხება, იმიტომ რომ ამ ჩეკისტებს ერთი შეხედვით გაუნათლებელს, ერთი შეხედვით ბრუტალურებს უარდებათ ის ძალაუფლება, რომელსაც ისინი ხშირად საკუთარი ინიციატივით განკარგავენ და ეს ინიციატივა ადამიანებს უბრალოდ მათ ცხოვრებას უნგრევს. ეს არის რეპრესიების ხვედრი.